საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ერთის მხრივ ამ ცვლილებებსაც შეეხება მის მიმართ მხარდაჭერასთან ერთად არის ასევე ინტერესი დეტალებთან დაკავშირებით და ამ დეტალებზეც გვაქვს საუბარი ჩვენს მოსახლეობასთან იმისთვის რომ განვმარტოთ რას გულისხმობს პროპაგანდის შეზღუდვა, რას გულისხმობს გამიჯვნა უფლებისმიერი ნაწილისა პროპაგანდისა და ეს არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ერთის მხრივ სრულად უზრუნველყოთ ყველა ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვა და მეორე სწორედ ამ უფლებების დაცვის ჭრილშიც დავიცვათ საზოგადოება პროპაგანდისგან. ასე რომ ეს გამიჯვნა არის და ყველა 83 დეპუტატის დასანქცირება, მათ შორის თქვენც ხართ ამ დასანქცირებულ მოლოდინთა სიაში, როგორია თქვენი განცხადებები ვაგნის ისტორია ევროპარლამენტში და ეს ხო, გუშინ მე მგონი ძალიან საინტერესო დღე იყო ამ მხრივ გარკვეულწილად ჟანრის კლასიკა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ვიზუალიზაცია იმისა, თუ როგორ ესმით თურმე ევროპული ღირებულებები ზოგიერთ ჯგუფებს ევროპაში. გუშინ ამის პირდაპირ ვნახეთ კადრები, ფოტოები და შინაარსი. აღმოჩნდა, რომ თურმე ამ ჯგუფისთვის ევროპული ღირებულება არის კრიმინალთან ერთად ბრიფინგი სისხლის სამართლის დამნაშავესთან ერთად გვერდში დგომა და ჩატარება ბრიფინგების. ეს ყოფილა თურმე ამ ჯგუფის გაგებით ევროპული ღირებულება. ასევე როდის შემდეგ გახდა ევროპარლამენტი ჯგუფი? ვაგრძელებ, ხო? გულისხმობ იმ დეპუტატებს, რომლებიც იქ იდგნენ, ხო? ბრიფინგზე ხო არის დგა მთელი პარლამენტი. ხო, მეორე, აღმოჩნდა, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ყოფილა ევროპული ღირებულება. ესეც აღმოვაჩინეთ გუშინ. აღმოჩნდა, რომ თურმე პოლიციელზე თავდასხმა ყოფილა ევროპული ღირებულება. ესეც გავიგეთ გუშინ ამ ჯგუფისგან. ანუ ეს არის საერთო ჯამში, რასაც ეს ევროპარლამენტარების ეს ჯგუფი, როცა გველაპარაკება, რომ ჩვენ ევროპულ ღირებულებას არ შევასწავლეთ, ამას გულისხმობენ, რომ გვერდში არ უდგავართ კრიმინალებს, თავს არ ვესმით პოლიციას, მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე ციხეშია, თურმე ამას რო ვაკეთებთ, ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და მე მგონი ვხედავთ, რომ ეს არის პრობლემა სწორედ იმაში არის, რომ ეს ჯგუფი აბსოლუტურად აცდენილია არათუ ევროპულ ღირებულებებს, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც კი. ეს ერთი, მეორე რაც შეეხება თვითონ შინაარსს, ხო, შინაარსაც შეეხება ჩვენ გუშინ მათ შორის გამოსვლებს შორის იყვნენ ადამიანები, ვინც არიან თავად მონაწილე საქართველოში ფარული დაფინანსებისა პოლიტიკური პარტიების და რადიკალური ჯგუფების. აი ეს იატაკქვეშა ფულის ხარჯვა, რაც ხდება საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ, იიდის გულისხმობ. ამ ფონდის მმართველობაში არიან ევროპარლამენტარები, იმართება ევროპარლამენტარების მხრიდან. პარლამენტარებში მოხჩაუთვი საქართველოში ამას ამბობ ბატონ შალვა. ევროპარლამენტარები მართავენ ევროპის დემოკრატიის ფონდს, მათ შორის გამოსვლებიც იყვნენ ქალბატონი ანა ფოტიგა, ბატონი მიხაილ გალერი არიან მმართველ საბჭოში. ასე რომ ეს კანონპროექტი მათაც ეხებათ, მათ გამჭვირვალობას ეხება და პარადოქსია, ხომ, ინტერესთა კონფლიქტია, ყველაფერს თავი დავანებოთ, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავად არ იყვნენ გამჭვირვალენი და დაფარულად დახარჯონ ის ფული, როგორც ხარჯავენ აქ. შეგახსენებთ, რომ ამ ევროპარლამენტარების მმართველობით საქართველოში ფარულად ფული იხარჯება რადიკალურ პარტიებზე, დროაზე მაგალითად, იხარჯება რადიკალურ ჯგუფებზე, სირცხვილიაზე მაგალითად, იხარჯება მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზებაზე, შეგახსენებთ კამპანიას, რომელიც დაფინანსებს თქვენ ამის ცნობები გაქვთ და რეაქცია გაქვთ ბატონო შალვა, ეს ხო საქართველოს არ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამაზე საუბრობთ, თუ ამის მტკიცებულებები გაქვთ შესაბამის სამსახურები რას აკეთებს, რატომ არ იწყება გამოძიება, რატომ არ ისჯებიან შესაბამის პარლამენტს, რომ შავი ფული არის ევროპარლამენტის ინფორმაცია ბატონო შალვა, რომ ფინანსდება ასეთ ინფორმაციას სამწუხაროდ კანონის არარსებობის პირობებში, რა თქმა უნდა, ვერ ვიგებთ პირდაპირ და შემთხვევით მესმის ხოლმე. შემთხვევით რას ნიშნავს ბატონო შალვა, შემთხვევით ინფორმაციის გაგება პარლამენტის თავმჯდომარე. ჩემით ვიტყვი ყველაფერს, ჩემით. მაცადეთ ყველაფერს პასუხობ. ხო, მოკლედ შემთხვევით ვიგებთ ხოლმე ამ ყველაფერს. მაგალითად, ქალბატონი ელენე ხოშტარიას Facebook პოსტიდან გავიგეთ შემთხვევით, რომ თურმე ევროპის დემოკრატიის ფონდი, აი აქედან გავიგეთ, აფინანსებს NGO დროას, რომელიც არის პარტია დროას ასე ვთქვათ, ასლი და ამით რა თქმა უნდა არაპირდაპირ მიდიოდა პარტიის დაფინანსება. სწორედ ეს არის კანონის გვერდის ავლა
და ერთი და მეორე ეს არის ჩარევა პოლიტიკაში და ეს არის ჩარევა დაფინანსება რადიკალებს. ასე რომ რა თქმა უნდა ევროპარლამენტარების ამ ჯგუფს უნდა რომ დარჩენ ჭრილში ის ფული რომელსაც ეს ორგანიზაცია ხარჯავს უჩუმრად იატაკ ქვეშ ქართული ხალხის ინტერესების წინააღმდეგ ასევე იმიტომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული არ არის ქვეყანაში შემოსვლა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული მეფის ტერმინოლოგია როგორ გააცოცხლეთ საინტერესო ინტერვიუ. კარგი, ხო, რაც შეეხება, ხო, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ შავ ფულზე, აქ რა თქმა უნდა არ გულისხმობთ საგადასახადო მნიშვნელობით შავ ფულზე, აქ გულისხმობთ შავ ფულზე, რომელიც უცნობი არის ჩვენი საზოგადოებისთვის და ისე იხარჯება იმისთვის, რომ თავს მოახვიონ გარკვეული აზრები. ერთი საკითხი მინდა კიდე ასევე შევეხო. გუშინ ერთ-ერთი ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრისგან ჩვენ ნახეთ პირდაპირ თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. გულისხმობ ბატონ ოსტრევიჩის. ეს ევროპარლამენტარი გახლავთ, გარდა იმისა, ევროპარლამენტის წევრი არის, ამავე დროს ის არის ლიტვის სახელმწიფო პარტიის წევრი და წარმომადგენელი ევროპარლამენტში. და ესე თავდასხმა პოლიციაზე, ქართულ პოლიციაზე და ყველას შევახსენებ, ყველაფერს ვიტყვი მაცადეთ. ყველას შევახსენებ, რომ თავდასხმა პოლიციაზე ეს არის თავდასხმა სახელმწიფოზე. და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ამ შემთხვევაში, ვინაიდან ის არის მათ შორის ლიტვის სახელმწიფო პარტიის წარმომადგენელი, შესაბამისი კარგი იქნება თუ შესაბამის განმარტებას მოვისმენთ ლიტვის საელჩოსგანაც, რას ნიშნავს ეს თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. ამავე დროს სამწუხაროდ ჩვენ გვახსოვს თავად ლიტვის ელჩის განცხადებაც 2021 წელს, როდესაც ნიკა გვარამელიას დაკავება მოხდა, მაშინ მან ძალადობა უწოდა პოლიციის ქმედებას, რომელიც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს იყო კანონით გათვალისწინებული ღონისძიება და თქვა, რომ მაშინ ლიტვის ელჩის მაშინდელი განცხადება არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ასე რომ ეს ტენდენციები ქართულ პოლიციაზე თავდასხმისა, ლიტვის ელჩის მაშინდელი განცხადება, ახლა ლიტველი პოლიტიკოსის განცხადება, რომელიც ამავე დროს სახელმწიფო პარტიის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხარო და კარგი იქნება თუ ლიტვის საელჩო ამ საკითხზე გააკეთოს განმარტებას და რატომ? იმიტომ ეს არის პოლიტიკური, იდეოლოგიური მხარდაჭერა იმ მოლოტოვის კოქტეილებისა, რომლის სროლას ჩვენ ვნახეთ შარშან მარტში და ჩვენ ვნახეთ მათ შორის რომ ამ მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზება ზუსტად იგივე ევროპარლამენტარების მიერ მართული ევროპის დემოკრატიის ფონდის დაფინანსებით ხდებოდა. შიხებში ახალგაზრდას 20 სპეცრაზმელი ერთ ახალგაზრდას წევს. ეს კადრები ვნახეთ ალეკო ელისაშვილის მართვაც წარმოუდგენელი ცემაც ვნახეთ. ეს კადრებიც ვნახეთ და ეს ამაზე რა შეფასება გაქვთ? ჩვენ რასაც ხედავდით ის დღეები და მათ შორის გახსოვთ რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ორგანიზატორები იმ აქციისა და გახსოვთ თქვენ რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებმა რუსთაველზე მყოფ ხალხს მოუწოდა კანცელარიისკენ წასვლისკენ, რაც იყო პირდაპირი წაქეზება ძალადობისკენ, ვინაიდან ის რაოდენობა ხალხის რაც იყო რუსთაველზე, რა თქმა უნდა კანცელარიის წინ ტერიტორიაზე, რომელიც უფრო ნაკლები არის, ეს იყო პირდაპირი წაქეზება, იმის რომ ყოფილიყო პროვოცირება ძალადობის. ასე რომ ესეც უპასუხისმგებლობა არის NGO-ების ქვედა, რომელიც ფინანსდებიან ასევე განმარტებას ითხოვთ ლიტვის ხელისუფლებისგან, როგორც მივხვდით. ლიტვის ხელისუფლებისგან ითხოვთ განმარტებებს ევროპარლამენტარის და ელჩის განცხადებებისგან. მოგეთ ჩვენ გუშინ ვიხილეთ კიდევ ერთხელ ევროპარლამენტარის, რომელიც ამავე დროს არის ლიტვის სახელმწიფო პარტიის, კოალიციაში შემავალი პარტიის წარმომადგენელი, თავდასხმა ქართულ პოლიციას. ითხოვთ განმარტებებს. პოლიციაზე თავდასხმა გულისხმობს სახელმწიფოზე თავდასხმას. და მე ვისურვებდი, რომ ლიტვის საელჩომ გააკეთოს განმარტება ამასთან დაკავშირებით, რასთან გვაქვს საქმე, რატომ ესხმის თავს ლიტველი პოლიტიკოსი ქართულ პოლიციას. 29 აპრილის ის კადრები ხო ნახეთ ბატონშავა? მოგეთ ჩვენ ნახეთ აქცია, რომელიც იყო გადაიზარდა ძალადობაში და ამას ხედავდით ჩვენ, იყო თავდასხმა ჟურნალისტებზე მათ შორის გახსოვთ, იყო თავდასხმა პოლიციელებზე გახსოვთ, ქვას თუ რაღაც საგანს რომ ესროდნენ პოლიციას, იყო როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაგახსენებთ ხო რა სკანდირებდა ჯგუფი, გარკვეული ჯგუფი რა სკანდირებდა და ეს სკანდირება ეს წინადადება ვისი მოფიქრებულია თავის დროზე 7 ნოემბრისთან გვახსოვს ეს ყველაფერი. რაც შეეხება იყო პოლიციის მხრიდან, ამისთვის არსებობს სპეციალური საგანმანათლებლო სამსახური, რომელიც ასეთ საკითხებს იკვლევს, მაგრამ ჩვენ რასაც ვხედავდით, ეს იყო ზუსტად ის, რომ ვხედავდით მათ შორის თქვენ ახსენეთ სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც გამოირჩეოდნენ აგრესიით, იყო ძალადობა
პოლიციაზე ნახეთ, იყო ჟურნალისტებზე ძალადობა და ხელშეშლა და ნახეთ ცდილობა რომ ყოფილიყო მოწოდებები მათ შორის NGO-ების წარმომადგენლების მხრიდან მომხდარიყო პიკეტირება პარლამენტის მაშინ როდესაც პარლამენტში მიდიოდა სამუშაო პროცესი. ასე რომ ეს არის და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ისევ ევროპარლამენტარის განცხადებას, ასეთი თავდასხმები უცხოელების მხრიდან ქართულ პოლიციაზე, იგივე ქართულ სახელმწიფოზე, ეს არის იდეოლოგიური წაქეზება იმ ძალადობისა, რომელსაც შემდეგ ხედავთ ხოლმე პოლიციის მისხებს ხო არა აი ეს გისმენთ როგორ გამოიწვიოს ამ შეკრება დაპირისპირება და კონტრაქციასაც კი უწოდებენ ამ შეკრებას კიდევ ერთხელ ჩვენ რასაც ხედავთ არის ბოლო პერიოდში ნაციონალ მოძრაობის ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის კულტივირება, სიძულვილის სახელმწიფოს მიმართ, პოლიციის მიმართ, ყველაფერი ქართულის მიმართ სიძულვილის გამოწვევა რასაც იწევს რადიკალური ოპოზიცია და 29 აპრილს დაანონსებული სახალხო შეკრება ემსახურება სწორედ იმას, რომ გამოვიდეს ქართველი ხალხი, დადგეს და გააგონოს ყველას ქვეყნის შიგნითა და გარეთ სადგას ქართველი ხალხი. რომ ჩვენ ვდგავართ როგორც ევროპელი ხალხი, ვდგავართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, რომ ის რამ ცდილობაც არის დღეს, რომ გააჩუმონ დისკუსია. ჩვენ გთხოვონ მორჩილება, ჩვენ გვითხრან რომ სინამდვილეში უმეცრებაში არის ძალა და მორჩილება არის თავისუფლება, აი ეს შებრუნება რო ხდება ღირებულებების, ამას უნდა გასცეს პასუხი ქართულმა ხალხმა. კიდევ ერთხელ გავმეორდები, ჩვენ რასაც ვაკვირდებით ბოლო პერიოდი ამ კანონპროექტის გარშემო და პრინციპში ეს შარშანად მარჩიც ეს მიმართულება ჰქონდა, თუმცა ასეთ სიძლიერეთ საზოგადოება მაშინ ვერ ეხლა ვეღარ შეყავთ შეცდომაში. არის ის რომ გვიკრძალავენ დისკუსიას, გვიკრძალავენ ფიქრს, გვიკრძალავენ განხილვას. გვეუბნებიან რომ უბრალოდ დავემორჩილოთ რაღაც აზრებს და დოგმებს და მითითებებს. საუბრობენ რომ თითქოს რაღაც არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს, საუბრობს ის ხალხი, რომელიც კრიმინალთან ერთად ბრიფინგებს ატარებს და რომელიც კრიმინალის გათავისუფლებას ითხოვს საჯარო ახსულების დაწესებულებიდან. დიახ, ამაზე ვსაუბრობ. ხო და რომელი ევროპული ღირებულება დგას ამ მოთხოვნის უკან? რომელი არა, უყურეთ, აქ საკითხია. ჯგუფს ესაუბრებით ევროპარლამენტში? ჩვენ ვესაუბრებით უპირველეს ყოვლისა ქართულ ხალხს და ჩვენ უპირველეს ყოვლისა წარმოადგენთ ქართულ ხალხს. ევროპარლამენტში ვინმე თუ ესაუბრებთ, ბატონო შალვა. სტატუსი უკვე გვაქვს. სტატუსს შეგვიჩერებენ, გაგვიყინავენ, ამაზე საუბარია ხუთშაბათს რეზოლუციაში ეს ჩაიწერება თუ კი ამ კანონს უკან არ გაიცნო. ანუ რაც შეეხება რეზოლუციებს, ჩვენ ესეთი რეზოლუციები გვინახავს შიგნით სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ეხაც იმედია ალბათ ჩაწერენ ახლა სხვა რა იქნება. ასეთ ევროინტეგრაციის პროცესი. აი მაგაზე გვიპასუხებთ ამ კანონის გაწყობა. არ გაწევი შემთხვევაში შესაძლებელია რომ ჩვენ ევროკავშირში გაჭრევთ. ხო, მოკლედ საერთოდ გაჭრებას. ეს ღიად უყურეთ, ჩვენ გვეუბნებოდნენ, შეგახსენებთ. ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ მიხეილ სააკაშვილის ხუზე ვისაუბროთ, პატიცემულა. ანუ ჩვენი აწმყო ხო წარსულიდან მოდის და ამიტომ წარსულის გაკვეთილებით ხო სარგებლობთ. წარსულის კეთვით, რას გვეუბნება წარსულის გაკვეთილი? გვეუბნება წარსულის გაკვეთილი, რომ ზუსტად იგივე ჯგუფი გვეუბნებოდა ჩვენ რომ თუ არა სააკაშვილის გათავისუფლება, კანდიდატის სტატუსი არ იქნებოდა. კრიმინალი უნდა იყოს გარეთ, თუ გვინდოდა კანდიდატის სტატუსი. და ამას ითხოვდა ხალხი მიტინგებს მაშინაც ატარებდა, აქციებს მაშინაც ატარებდა ოპოზიცია. სააკაშვილი ციხეში არის, ჩვენ გვაქვს კანდიდატის სტატუსი. იგივე ჯგუფი ითხოვდა და დღესაც ითხოვს, რომ დავაწესოთ სანქციები რუსეთის მიმართ. სხვათა შორის, ზოგიერთთან მე როცა მქონია საუბარი და ვესაუბრებ იმაზე, რომ რა რისკებს შეიცავს ორმხრივი სანქციების დაწესება რუსეთისთვის, რომ ეს არის რისკი სამხედრო დაპირისპირებაში შესვლისა და ეკონომიკური კოლაფსისა. ამაზე პასუხი ზოგიერთის მხრიდან იყო რომ რას იზავ? ყველა ჩვენ საფასურს ვიხდით და ოდიში მოგვიხდავია, მაგრამ არ ვაპირებ ჩვენ რომ საფასური იყოს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ამის დატყეყენებას საპირწონედ არ ვაპირებ. აკასიური სახლის ხელმძღვანელი ნაირა გელაშვილის განცხადებით გამჭვირვალობის კანონი შესაძლებელია მიიღოს ქვეყანამ თუ ხელისუფლება თulis
რომ გამჭვირვალობა აუცილებელია, თუმცა ის სხვა კითხვას სვამს. მოღალატედ გამოცხადებებით, რომ ამ კანონით გამჭვირვალობაზე პრობლემა არ გვაქვს, თუმცა უცხოეთის ინტერესების გამტარებლებად ვიქნებით. ესე იყო მთავარი აქცენტი. მე ზოგადად მივესალმები და მათ შორის ამ განცხადებაშიც რამდენიმე სხვა განცხადებაც ვნახე, სადაც როგორც იქნა საჯაროთა სიტყვა, თუ რა საჭიროება არის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მათ შორის, როდესაც ეს არ ხდება თავისთავად და ხედავთ, რომ მალავენ ფონდები თავის დაფინანსებებს, ამისი საკანონმდებლო რეგულირება ხალხის სახელი. თუ კი ვინმეს აქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ და ამ შემთხვევაში როგორცაც წუხილი არის რომ ის რომ უცხოეთიდან არის დაფინანსებული ესა თუ ის ღონისძიება ამის წარმოჩენა ნეგატიურად შეიძლება ნეგატიური კონტექსტით იყოს დანახული მე ამას არ დავეთანხმებოდი იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენ არ ვართ კუნძული არ ვართ ცალკე აღებული რაღაც კუნძულოვანი სახელმწიფო ჩვენ რა თქმა უნდა ვართ ნაწილი მათ შორის ევროპული ოჯახის ნაწილი, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით. ასევე სხვა ქვეყნებიც გვეხმარებიან ჩვენ და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებულა სწორედ უცხოური დახმარებით. უცხოური არა, ამერიკას და ევროპას გულისხმობს. ამერიკას და ევროპას გულისხმობს. დაფინანსებული მათ შორის სწორედ აი იმ უცხოური ძალისგან, რომელსაც ჩვენ გულისხმობ და იდეაც ხო ამაში არის. რა არის ამაში დასამალი? კარგ საქმეებს რაც უნდა დამალვა და კარგი საქმე როცა გამოჩნდება, ეს როგორ შეიძლება ვინმე მე ნეგატიურად დაინახავს. თუ კი იქნება ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს არ ვიცი, თუნდაც კულტურული მემკვიდრეობის განვითარებაზე, რომელიც ზრუნავს ფერმერების დახმარებაზე, რომელიც ზრუნავს შიშიმოპირების დახმარებაზე, რომელიც ზრუნავს სხვა მიმართულებებში. როდესაც ცნობილი იქნება, რომ ეს ღონისძიება ხორციელდება უცხოური ძალის დახმარებით, რა არის ამაში დასამალი? რა არის ამაში ცუდი? რა არის ამაში სათაკილო? მე ეს ვერ გამიგია და პირიქით მე საქმე იმაში არის რომ ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან ის ძალები რომლებიც ჩუმად ახორციელებენ პროექტებს, რომელიც ძირს უთხრის ჩვენ სახელმწიფოებრიობას, ძირს უთხრის ჩვენს კულტურას, ძირს უთხრის ჩვენს ტრადიციებს, ძირს უთხრის ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომ თუ კი ვინმეს წუხილი აქვს, როგორც კალბატონ ნაირას, ვინმეს წუხილი აქვს იმაზე, რომ ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს, მე ამას ვერ დავეთანხმები. ერთია რომ როგორც ჩანს, თანხმდებით იმაზე, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი და ზუსტადაც რომ კანონმდებლობით ქართულმა ხალხმა უნდა თქვას, რომ როდესაც შემოდის უცხოური ფული ხალხმა უნდა იცოდეს, ჩვენ ყველა თქვენს მათ შორის უნდა იცოდეთ ეს ფული რომ შემოვა და გურიაში დაიხარჯება, რა საკითხებს მოხმარდება, უნდა იცოდეთ თქვენ როგორც ჟურნალისტებმა და როგორც მოქალაქემ, აი ამაზეა საუბარი. ამაზეა ყველაფერი. აი როგორც საბიუჯეტო იცით, ისე უნდა იცოდეთ ეჯო. და ეს რომ არც ეს არავინ დავასრულებ და გიპასუხებ. დავასრულებ ერთსამ. ხო და შესაბამისად არაფერი დასამალი აქ არ არის და არც სათაკილო არ არის. და ამისთვის ჩვენ მადლობასაც ვეუბნებით ყველა უცხოურ ძალას ამ შემთხვევაში უცხოურ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან. მადლობასაც ვუხდით ამისთვის და რა არის ამაში სათაკილო? სათაკილო ეს იმისთვის არის, ვინც სინამდვილეში აკეთებს არაქართულ საქმეებს ამ ფულით და მათ უნდათ რომ დამალონ ეს ყველაფერი და შემდეგ ან შემთხვევით გავიგოთ ვისი დაფინანსება, ან საერთოდ ვერ გავიგოთ ვისი დაფინანსება. ვიზა ლიბერალიზაციის ეს პრობლემაა. სანქციები რომლებიც შემოხება, რაც შეეხება იმ შემთხვევაში თუ განხორციელდა სანქციები დეპუტატებზე ვიზა ლიბერალიზაციის ნუ ეს აბსურდია. არა, აბსურდია. როგორ შეიძლება ქართული ხალხის დასანქცირება მე ვერ გამიგია. დეპუტატებზეა და დეპუტატები ვინ არიან თქვენი აზრით? და ვინ არიან დეპუტატები? 22 დეპუტატი და ბიძინე. აი 29 აპრილს მობრძანდით რუსთაველს და ნახავთ ვის დასანქცირებას აპირებენ ეს ევროპარლამენტარები. აი ეს პარლამენტარები ვის დასანქცირებას აპირებენ. ადამიანებმა არ სინამდვილეში რა თქმა უნდა ასეთი რამე ნუ აბსურდია რა თქმა უნდა. ეს არის უბრალოდ კიდევ ერთხელ მეთოდი დაშინების იმისთვის რომ
ამ ჯგუფს ევროპარლამენტისას უნდათ მორჩილი ქართული საზოგადოება. მორჩილი, რომელიც კითხვებს არ დასვავს, გაყვება პირდაპირ დირექტივებს და რომელიც იტყვის, რომ სინამდვილეში მორჩილებაში არის თავისუფლება და უცოდინრობაში არის ძალა. გითხოთ რა კონტექსტში გახდა ეს საერთოდ განხილვისა და დისკუსიის თემა და აი რა მორალური მხარე აქვს ამ მოცემულობას ქალმა ქორწინების გარეშე გააჩინა შვილები რატომ გახდა საერთოდ ეს დისკუსია და პუბლიკაცია მე კითხვა არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი გავრცელება მდინარეთის განცხადება ოსმალეთში სხვა საბოლოო ჩვენ სინამდვილეში ასაც ვაკვირდებით და ამ შრევ მედიის დაფარვასაც ვაკვირდები არის რამდენიმე მედია ჯგუფი რომელიც ზუსტად ინტერესებულია LGBT პროპაგანდით და ამიტომ ჩასაფრებულია ამ დისკუსიებში და ცდილობს რაღაც კონტექსტიდან ამოგლეჯილად სიტყვები ერთმანეთს მიაწებოს ხოლმე იმისთვის რომ მოახდინოს იმისთვის რომ შეებრძოლოს ამ კანონპროექტს რომელიც ქართული ხალხის ინტერესია. ჩვეულებრივი LGBT პროპაგანდის მეთოდები არის რომელიც ახლა გამოყენებულია. რაც შეეხება კონკრეტულად კეთყვით თქვენი ბექგრაუნდი რომელი LGBT პროპაგანდა იპასუხეთ რა. ხო, რაც შეეხება საკითხს იყო კითხვა არა პირიქით სინამდვილეში საკითხი იყო აბსოლუტურად სხვა საკითხი. კითხვა შეეხებოდა წახალისებას რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ წახალისებას დარბაზიდან იყო კითხვა ამასთან დაკავშირებით რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ ოჯახებში უზრუნველყოს ერთის მხრივ წაახალისოს ნაყოფშვილი შორის უშვილობის შემთხვევაში ასევე შესაბამისად ასე ვთქვათ დახმარება ამ კონტექსტში იყო განხილული საკითხები როგორც იცით თქვენ დაინიცირებულია კანონპროექტი სუროგაციასთან დაკავშირებით და სუროგაციის კანონპროექტის ფარგლებში ამ კონტექსტში იყო საუბარი რომელიც აბსოლუტურად ამოგლეჯილია და რაც თავად თემაც არ არის და ეს არის დისკრედიტირება ანუ ბანკობინეტების გავსება ხო ამ მოკლედ კონტექსტი იყო აბსოლუტურად სხვა, წინადადება იყო სხვანაირად ფორმულირებული, კითხვა იყო სხვა, პასუხი იყო სხვა და ან შინაარსობრივად იყო დამახჭურებული. უყურეთ ჩვენ გვაქვს საყოველთაო საჯარო განხილვა. აქ გულისხმობს რომ ნებისმიერი აზრი გამოითქმის. ჩვენი ამოცანაც ეს არის რომ ავხსნათ რა შინაარსდებს ამ კანონპროექტში, ავხსნათ რომ ერთის მხრივ ეს არის უფლებრივი საკითხები, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით არის გარანტირებული და დაცული არის და მეორე არის პროპაგანდის საკითხი, რომელიც უფლებების ნაწილი არის. საყოველთაო სახალხო განხილვა ასე მიდის, ყველანაირი აზრი არსებობს და შეიძლება გამოითქვას, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამის განმარტებებს ვაკეთებთ თვითონ კანონპროექტიდან გამომდინარე. ბატონ შალვა, რას აპირებს ოპოზიცია? თქვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე ოპოზიციის გეგმებზე, დღეს რა შეგიძლიათ? მე მგონი ხედავთ ოპოზიციას არანაირი გეგმა არ აქვს გარდა დესტრუქციისა და ხედავთ ერთ-ერთი იმედი რაც აქვს იყურებიან ქვეყნის საზღვრებს გარეთ როგორი დირექტივას მოუვა ოპოზიციას ქვეყნის გარედან ისე მოიქცევიან იტყვის რამდენიმე ევროპარლამენტარი სანქციებიო ესენიც გაიმეორებენ სანქციებიო ისინი იტყვიან რომ არა სანქციები ესენიც იტყვიან შემდეგ არა სანქციებს ანუ აბსოლუტურად საკუთარი ასე ვთქვათ ნებელობით გარეშე ნების გარეშე მოქმედი ოპოზიცია გვყავს დღესდღეობით რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს დესტრუქციით რადიკალიზმით რაიმენერად იმ ძალაუფლების დაბრუნება რომელიც მათ ჰქონდათ და რომელზეც მე არაერთხელ მithქვას 1 გრამი ძალაუფლება რო ჰქონდეს დაიბრუნოს ნაციონალურმა მოძრაობამ ზუსტად ისეთივე ტერორს აყენებენ როგორც ტერორიც მათ ჰქონდათ სტადიონი რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სტადიონი არა რა თქმა უნდა და ახალი სტადიონი რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის რადიკალებიდან ტერორისტებზე გადავიდა ეს თქვენი ღიმილი ხშირი გვაფიქრებინათ რომ წინააღმდეგი რუსული კანონის წინააღმდეგი არა უბრალოდ სხვანაირ სანოს დაწყნარდი შენ არა ხარ დაწყნარდი თუ შეიძლება დაწყნარდი შენ არ გინდა ხო კოსური ნარატივი დაწყნარდი მე არ არის შენ პოსტები ყველას გიპასუხებ კითხვას ხო ხედავთ რომ არ დავიღლები პასუხი გისმენთ როდის იყო იმედის კითხვა დიახ აი სიმწულია შენ კოლეგას შენ თავს მიმართე სიმწვილი არის რასაც მან აგერა
მოკლედ ხომ რაც შეეხება ახალ სტადიონზე რაღაცა მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა იმ წარმატებების ყალდაკვა რომელსაც ქართულ სპორტში ვაღწევთ რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც იყოს მათ შორის იმისთვის რომ ქართულმა გულშემატკივარმა სათანადო სტანდარტის სტადიონზე შეძლოს ხოლმე სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღება და მათ შორის იმისთვის რომ შესაძლებლობა გქონდეს საერთაშორისო ასპარეზებს შესაბამის დონეზე უმასპინძლოთ. ზოგადად ჩვენ ამ საკითხითაც ხედავთ რომ აი ამ ყველაფერი ბოღმის, ღვარძლის და ეს ოპოზიციის რადიკალიზმის ფონზე ხედავთ რომ საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, პარლამენტი მშვიდად აგრძელებს მუშაობას ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ იმისთვის რომ გაიმართოს ინფრასტრუქტურა, იმისთვის რომ როგორც გზები, ისე სტადიონები იყოს მოწყობილი. ამ დღეებში გუშინ ვნახეთ რომ გაიჭრა სრულად გვირაბი, რომელიც აკავშირებს სტეფანწმინდასთან მლეთა კობის მონაკვეთს. ნახეთ რომ ავტობანზე მიდის უკვე საბოლოო ფაზაში შედის ავტობანის მშენებლობა, დღე-დღეზე გაიხსნება უკვე შემოვლითი გზაც და ასე რომ ყველა ეს საკითხი ხედავთ რომ თავის კალაპოტში მიედინება, მაშინ როდესაც ოპოზიცია ბევრ ღვარს ათხევს, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს.